ბატონო კახა, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დღეს განაცხადა, რომ ენგურჰესი უნდა ეკუთვნოდეს აფხაზ ხალხს, რადგან ის, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე არის აფხაზი ხალხის საკუთრება. რა სიტყვის დღეს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ხომ არ უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით გართულებას სიტუაციის. ეს ნათქვამი ფრაზა იმ შეთანხმების გაფორმების ფონზე, რომელიც ეგრეთ წოდებულ მთავრობას, უпростоროდ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა, ხომ არ არის ძალიან საგანგაშო სიგნალი? პირველი რაც მინდა ვთქვა, ჩვენი ტერიტორია, მათი მხრიდან გაკეთებული ეს განცხადება არასწორია, ეს არის საქართველოს ტერიტორია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აფხაზეთი დავიბრუნოთ, ეს არ არის ძალიან იოლი საქმე, ძალიან კარგად გვესმის. თვითონ ენგურჰეს რაც შეეხება, ჩვენ წლების წინ მოვახდინეთ შეთანხმება, რომ ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგია მიეწოდება იცით როგორც საქართველოს, ასევე ფაქტიურად მთელი აფხაზეთი, ჩვენი მოსახლეობა აფხაზეთში არის განათებული ზუსტად ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით და ჩვენ ამაზე ავიღეთ პოლიტიკური პასუხისგებლობა, რადგან ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ჩვენი სამშობლო არის და მომავალშიც ჩვენ გავაგრძელებთ ელექტროენერგიის მიწოდებას. ასევე მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა სარეაბილიტაციო სამუშაოები ენგურზე, რომელიც სრულდებოდა დღემდე შესრულებულია და მომავალშიც შესრულდება, ყველაფერს ხარჯებს იღებდა საქართველოს მხარე. ასევე მინდა გითხრათ, იყო შემთხვევები, როდესაც პრობლემები იყო ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ ენგურჰესის ელექტროსადგურიდან და ჩვენ ხელისუფლება ვყიდულობდით რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიას, რომელიც მართლა ძალიან ძვირი გვიждდებოდა, მაგრამ იმისთვის, რომ აფხაზეთი არ ჩაბნელებულიყო და ყოფილიყო განათებული, ჩვენ მათ რუსეთიდან ვაწვდით ელექტროენერგიას და ეს ალბათ მომავალშიც ასე გაგრძელდება.